ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების შემცირების შესახებ მის პოზიციას არ ცვლის. ფხენიანი კვლავ მიიჩნევს, რომ ეს წვრთნები პროვოკაციულია. ამგვარი რეაქცია ამცირებს მოლოდინს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებები მალე განახლდება. ვფიქრობთ, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს და საერთოდ არ გვაინტერესებს. წვრთნების პროვოკაციული და აგრესიული ხასიათი არ შეიცვლება, თუნდაც მათი ხანგრძლივობა და მასშტაბი შემცირდეს. თქვა კიმ ჩენ ინის გავლენიანმა დამ, კიმ იო ჯონგმა სახელმწიფო მედიით გავრცელებულ განცხადებაში. ამავდროულად მან უარყო, რომ ტრამპსა და მის ძმას შორის რაიმე კომუნიკაცია მიმდინარეობს. ეს იმ ფონზე, როცა მიმდინარე კვირის დასაწყისში მედიის კითხვას იმის შესახებ საუბრობს თუ არა კიმ ჩენ ინთან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მის მოთხოვნას კომუნიკაციაზე უპასუხა. კიმ იო ჯონგის განცხადება ჩრდილოეთ კორეისთვის დამახასიათებელ მკაცრ რიტორიკას არ შეიცავდა. მან მოკლედ აღნიშნა, რომ მის ძმასა და ტრამპს შორის ურთიერთობები კვლავ შესანიშნავია და გაიხსენა კიმ ჩენ ინის განცხადებები, რომ მას ტრამპთან დაკავშირებით კარგი მოგონებები აქვს. კიმ იო ჯონგის განცხადება რამდენიმე საათში მოყვა სამხრეთ კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მიერ დადასტურებულ ინფორმაციას, რომ ისინი 11 დღიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნების მასშტაბს ამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მანამდე პენტაგონს უბრძანა წვრთნები მნიშვნელოვნად შეემცირებინა და გადაწყვეტილების მიზეზად კიმ ჩენ ინთან ძალიან კარგ ურთიერთობასთან ერთად სამხრეთ კორეის უარით დაასახელა ვაშინგტონის ომის მხარდაჭერაზე. სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ტრამპის განცხადება წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაკეთდა.